უამინდობამ და უხმანალექმა საქართველოს რეგიონებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. განსაკუთრებით რთულია ვითარება გურიაში, სადაც საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ტრანსპორტით გადაადგილება შეუძლებელია. მოგლეჯილია ხეები, ჩახერგილია გზები, რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება გაზი, ელექტროენერგია და ინტერნეტი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით მობილიზებული არიან გაზმომარაგებისა და ენერგოპროჯორჯიას ჯგუფები. საგანგებო რეჟიმზეა გადასული ყველა შესაბამისი სამსახური, იწმინდება მთავარი გზები, შიდა გზებზე კი იყრება ტექნიკური მარილი. გურიაში თოვა გრძელდება. სოფლის გზები არაა გაწმენდილი ახლა ძირითადი ავტობანი გაწმენდილია. შუქი წყალი რავია სოფელში არის წყალი. დიდი თოვლობაა ძალიან. ხო და დაწყვიტა ყველაფერი ხეები წააქცია. ინტერნეტი არა და შუქი არა. მანქანები ვერ გამოყავს, მაგრამ დღეს ახლა მანქანის გამოყვანა ვის უჭირს. ისედაც დიდია თოვლი ძალიან. უხედავ ხეები რამდენია წაქცეული დატეხილი. ხაზებია გაწყვეტილი. ელექტრიკები დადიან, მუშაობენ, მაგრამ გუშინ იმუშავეს, გაწყვიტა ისევ. დღეს ისევ მუშაობენ. შუქი არ გვაქვს, გადაადგილების პრობლემა. ბავშვი მყავს ცუდად, ვერ წავიყვანეთ საავადმყოფოში, გადაიკეტა. ინტერნეტიდან დაკავშირების პრობლემა და შუქიც რო არის, ტელეფონების სამზარია გათიშულია. ეხლა ჩვენ ხარ გათხოვით კი ცეცხლით თქვით, მაგრამ მაგის პრობლემაც შექმნა კი შეშად. გაგვიჭირდა, ხარ ვიყავით მზა დამის. მზა რო გაგვიხსნან კიდე თავარი ესა. და ვიაზიხოთ ეს შუქი ჭირდება რა წყალი ჩვენ შუქზე გვაქვს მატორით მაჩავხოთ და არ გვაქვს წყალი. გუშინ საღამოს მონაცემებით ფაქტობრივად თითქმის ყველა სოფელთან მისასვლელი გზა იყო გაწმენდილი, მაგრამ გუშინ ღამით მოსულმა უხმანალექმა კვლავ შექმნა საკმაოდ სერიოზული პრობლემები და დღეს მდგომარეობით გვაქვს სოფლები, სადაც ჯერჯერობით მისვლა ვერ ხერხდება. როგორც მოგეხსენებათ, დაზიანდა როგორც ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე ბუნებრივი აირის მილები, შესაბამისი სამსახურები, სოკარის და ენერგოპროჯორჯიას სამსახურები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა ჩვენი მოქალაქეებისთვის. სამწუხაროდ ამინდი კვლავ გაუარესდა და ამ წუთებშიც საკმაოდ ცუდი ამინდი გვაქვს რეგიონში. მაგრამ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში და ეფექტურად მოხდეს ყველა პრობლემის დაძლევა.